რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 4 წელი გავიდა. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მონაცემებით 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის დეკემბრამდე პერიოდში ომში რუსეთის მხრიდან 1,2 მილიონი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. ორგანიზაციის ინფორმაციით მათ შორის დაღუპულთა რაოდენობა 325,000-ია. იმავე პერიოდში უკრაინის მხრიდან 500,000-დან 600,000-მდე ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. ორგანიზაციის ინფორმაციით მათ შორის დაღუპულთა რაოდენობა 140,000-ია. გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის მონაცემებით ომის შედეგად 14,999 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 763 ბავშვია. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მონაცემები სავარაუდოდ არასაკმარისად შეფასებულია და რეალური რაოდენობა ბევრად მეტია. ომის შესწავლის ინსტიტუტის მონაცემებით რუსეთი უკრაინის ტერიტორიის 19,4% აკონტროლებს. 2022 წლის თებერვლამდე სრულმასშტაბიან შეჭრამდე კი ის უკრაინის თითქმის 7% აკონტროლებდა. ამასთან ორგანიზაციის შეფასებით რუსულმა ძალებმა გასულ წელს უკრაინის ტერიტორიის მხოლოდ 0,79 მიასედი დაიკავეს. გაეროს მონაცემებით ომის დაწყების შემდეგ 5,9 მილიონმა უკრაინელმა დატოვა თავისი ქვეყანა. მათმა დიდმა უმრავლესობამ ევროპას შეაფარა თავი. ამასთან 3,7 მილიონი ადამიანი უკრაინის ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებული პირი გახდა. აღსანიშნავია, რომ ომამდე უკრაინის მოსახლეობა 40 მილიონს აჭარბებდა. ეს ხელობა რომ შევითავსე 7 წელს ვკნევოდი. მის მერე ვაკეთებ დღემდე. ალბათ ერთი 50 წელიწადია რაც ვაკეთებ. ჩემმა წინაპრებიდან, მამა, პაპა, ყველა ბაბუა, დიდი წინაპრებიდან ჩვენი ერთადერთი ხის ხელოსნები იყვნენ. ჩვენი ჩუბინძეები ვიყავით ხის ხელოსნები. და იქიდან ერთ-ერთი ხელობა იყო ეს. შრომას მოითხოვ ძალიან დიდს. 26 თავი ოპერაცია ჭირდება, 25-26 აი მოტანის პროცესიდან დავიწყო. დღეში წასვლა, მოტანა და იქ დამუშავება ყველაფერს უნდა 26 თავი. დღეში გამოდის ერთი ცალი გაკეთებული. მეტი არა. მოტანი დამზადილი ასეს, დამზადილი მასალით 2, მაქსიმუმ 2 მეტრ გავაკეთე. ფორმით. თუ არა თავის მოტანიან გაკეთებიან და ერთ წელს უნდა ერთი დღე. მუშაობს. ერთი ჩემი ხელობა. ხელობა სხვა ხელობებიც ვიცი, მაგრამ ეს ახლა როგორც ასე აკვე ასაკში, ხა ჩემთვის აგერ ვზივარ სახში წყნარად, უხმაურობ და ვშრომობ. მასალა ჭირს. მასალა ჭირს, არის შვება. ძალიან რთული მოსაუპოვებელია. ყველა არ ვარგა. უნდა ეცოდე ამოცნობა რომელია კარგი, რომელია გლახა. არის ახლა შეიძლება მოიტანო, მაგრამ ცივი იყოს, მოწევ გატყდება და შეშა არის. ამიტომ არის ამოცნობა, რომელი არის კარგი, ის უნდა ეცოდე. ყველა არ ვარ. ეს შემდეგ რომ მოიტან, მე უნდა აგერ თორნე ჩანთო, მოთუშო, გააცხელო, მოხარშო რა ფაქტურად იხარშო, აი ეს იხარშო. ფაქტურად ცხელ თორნეში. და მე დათლა დამუშავება ასე კათეთრება და მე ყველა სათითაოდ ეს ყველა სათითაოდ დაამუშავო. განით ასე. ასე მუშავდება ყველა სათითაოდ. იცლება. ერთ წელს უნდა მაქსიმუმ 50-60 მეტრი. აი ეს უნდა 50-60 მეტრი ერთ ნორმალურ კალათს. ერთი კალათის რომ დაამუშავო, უნდა მაქსიმუმ 1 საათი ნახევარი, 2 საათი. ერთი კალათის რომ დაამუშავო ეს. რა ვიცი, ასეა. შრომატევადია ძალიან. ძალიან მოთხოვნადია. ასე მუშავდება თითოეული ეს. აი თუ ეს ვარგა და კარგია, შეიძლება აი ამის თანაზე 2-ზე 3-ზე გევიდეს ერთი კალათის მასალა. თუ არა შეიძლება გაწყვეს და გადააგდო ითის საერთოდ. აი ეს ახლა კარგია. ასე მუშავდება სათითაოდ კრუგში. ასე ევლება კრუგში. აი ასე სულ კრუგში. ხო, ეს ამაშიდაც ეს არის ზუსტად ის არის თხილი, გარეული თხილი.
არის რამოდენიმე სახეობის, 3-4 სახეობის, მაგრამ იმიტომ ამბობ, ის ამორჩევა უნდა იცოდეთ. ასე იხდა. ამას ქვია გახდა ამ პროცესს. მე მუშავდება ჩვეულებრივად ასე ითვლება სათითაოდ. სუფთა კარგი გალესილი დანით. ტრადიცია მოდის, როგორც ვიცი, აქ ჩვენ მოსულები ვართ, ჩუბინიძეები, საზანოს ჩუბინიძეები ვართ. ძირითადად და ალბათ იქიდან მოყვა. ეს და იცოდა ჩემმა მამაპაპამ, მამაჩემაც იცოდა ძალიან კარგი ხელი ქონდა, ძალიან სუფთას აკეთებდა. ის მე რო ერთსალს ვაკეთებ, დღეში შეიძლება ნახევარს აკეთებდა, მეც ვერ აკეთებ. ხო ძალიან სუფთა ნამუშევარი ქონდა. იცოდა აგერ ბიძა ჩემმა იცოდეს. ჩვენმა განაყოფილმა იგი. თითქმის ყველა მიცოდა ჩვენ გვარში ყველა მიცოდა. ისა სოფელში ძალიან ბევრი აკეთებდა. 200 კომუნ 150 კომუნ მაინც აკეთებდა და ერთადერთი ძირითადი თავის გასატანის სარჩო იყო რა. ამით ფულშოულობდა მით უმეტეს იმ გაჭირულ პერიოდში 90-იანებში. ძალიან ბევრი აკეთებდა და თითქმის მასალაც არ ეშვებოდა და ბაღდადის ტერიტორიაზე გადავდიოდით ხოლმე. საკრაულის ტერიტორიაზე და იქიდან მოქონდა. და ასე ვაგზელებდი და ასე გაგქონდა თავი ამით. საბჭო საბადებელს მოიპოვებდით ამით. კალათით. ახლა ნელა უკვე გაუმჯობესდა და აღარავის აღარ აინტერესებს. ახლა მაგ ასე მოთხოვნა ზაკაზებს ღებულობ ყველანაირს. კალათი, გოდორი, გიდელი, ასე მარიანა კალათებია ეს, თევზის საჭერი გოდრები და ასე. მაგრამ ოღონდ შემით დაკვეთით. ხა ჩემმა შვილებმა იციან მაგალითად. იციან რომ დაჭირდებათ გააკეთებენ. თავისთვის რომ გასაყიდლად არა. ახლა სოფელში ახალგაზრდობას არ აინტერესებს. ძალიან ერთეულება. თუ სადმე კეთდება, აი მისმა შემდეგ შვილი რასაც უყურებს რა ოჯახში პატარა გუწუხელი ხა შვილი მყავდა სტუმრად და იმანაც დამინახა ასნა დაუწყო ეს ვიტოვის ხო წნება ხო ახლა თავისთავად მე რო აღარ ვიქნები თავისთავად ჩემ ოჯახსაც აღარავინ დააკეთებს ასეა ახტარმენი 150 ოჯახიდან რო აღარავინ გაკეთებ ვიცა ჩემი ასაკის და ჩემს უმცროსები ესენი ვიც ვაკეთებ მე არა მგონი ბაზარში არის რეალიზაცია ჩემი და ისე შროშის ავტობანზე ახალი სავაჭრო ცენტროდი იქ ძალიან დიდი მოთხოვნაა. კიდევ მე ვერ ვუდივარ თვითონ. ერთი ვარ მე და ეგენი 10 არიან. რაც ვერ ვსწორი. ახლა დიდი პროფესია, მაგრამ არსებობისთვის კარგია. ახლა ეგეთ შროშაშიდაც რომ ჭურჭელს აკეთებენ, ჭურჭლები არის. იქაც ხო ახალგაზრდამ ხო უნდა ისწავლოს. როგორც ეს არის მოთხოვნადი, აი შროშის პროდუქციას ისია როგორც ის არის ისია ეს. ორივე ერთად არის მისაღები. ადამიანი რო ყიდულობს ამ კალათს, იქ დოქს ხო ყიდულობს. დოქი და კალათი ერთად შერწყმული კარგია. ვინმეს ეკნება სურვილი, დიდი სიამოვნებით ვასწავლი, სანამ შემიძლია. არ უნდა დაიკარგოს ეს ტრადიცია, მაინც ჩვენი მამაპაპის ერთადერთი ხელობა იყო, როცა უჭირდა და გაჭირვება ჰქონდათ, ირჩენდნენ თავს. ამით. შრომითი მიგრაციის სფეროში თვისობრივი გარდაქმნების ზღვარზე დგას ქვეყანა, როდესაც რეალურად ის რაც ქაოსურად რეგულირდებოდა და ქაოსურად წესრიგდებოდა, აქ შემოდის ერთგვარი წესრიგი, რომლის მეშვეობითაც ადგილობრივი შრომითი რესურსებისთვის უპირატესობის მინიჭება არის ცალსახად მიღებული გადაწყვეტილება და რომლის აღსრულების პროცესიც იწყება 1 მარტიდან. ამ კუთხით სამზადისის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ჩვენ გქონდეს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის ძალიან აქტიური თანამშრომლობა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დასაწყისიდანვე აღსრულების პროცესზე თვალყურის დევნება იყოს სრულფასოვანი იმისთვის, რომ სადაც და რამდენადაც საჭირო იქნება შემდგომი განმტკიცება სისტემის, ყველა ეს გადაწყვეტილება დროულად მიიღებოდეს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ძალიან ნაყოფიერი, საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო იმავდროულად, ვინაიდან ჩვენ შევთანხმდით მათ შორის გარდა პოზიციების გაცნობისა, იმის საკითხების თაობაზე, თუ როგორ წარიმართება სამომავლო თანამშრომლობა ამ პროცესზე აქტიური მეთვალყურეობის გაწევასთან დაკავშირებით. განსაზღვრულია ის სექტორები, სადაც უცხოელები ვერ დასაქმდებიან, ან შესაბამისი კვოტები დასაქმდებიან და პირველ რიგში ეს ხელს შეუწყობს, რა თქმა უნდა, ადგილობრივი მოსახლეობის, საქართველოს მოსახლეობის დასაქმებას, ხოლო იმ სექტორებში, სადაც გვაქვს გამოწვევა კვალიფიციური მოსახელის კუთხით, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი უცხოელი ადამიანების ჩამოვიდნენ ჩვენთან, მაგრამ ამავდროულად არანაკლებ მნიშვნელოვანი განათლების რეფორმა, ზუსტად იმიტომ,
რომ კვალიფიციური მოსახელი უნდა აღიზარდოს და შემდეგ მათი ცოდნა უნდა მოხმარდეს ისევ და ისევ ქვეყნის ეკონომიკის და ზოგადად ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველყოფაზე. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ბატონ მინისტრთან ვისაუბრეთ მიგრაციის შესახებ კანონზე, რომელიც ძალაში შემოდის 1 მაისიდან, ხოლო 1 მარტიდან იწყება გარდამავალი პერიოდი. ძალიან მნიშვნელოვანი კანონი არის, რადგან ეს აკონტროლებს სამუშაო მიგრაციას ჩვენს ქვეყანაში და კანონის მიხედვით პრიორიტეტი ენიჭება და ადგილობრივ შრომით რესურსებს, იქნება სისტემური მოდგომა, სწორი აღრიცხვა მოხდება თუ რამდენი ადამიანი არის საქართველოში შემოსული და რა კონკრეტულ მიმართულებებზე მუშაობს და საერთო ჯამში ჩვენ გვექნება საშუალება რომ შრომით ბაზარი სწორად შევაფასოთ, სწორი პროგნოზები გავაკეთოთ, შესაბამისად ჩვენი შრომითი რესურსი სწორად გადავამგზავრდოთ და გრძელვადიან პერსპექტივაში იქ სადაც მაღალია მოთხოვნა, თუმცა ადგილობრივი ბაზარი ვერ აკმაყოფილებს ამას, დავიწყოთ გადამზადება და უფრო მეტი შესაძლებლობები მიცეთ საქართველოს მოქალაქეებს.